კვირეების ინსულინი ღამაკ დარჩენილი. ანა დარჩიაშვილი 16 წლის შვილის პრობლემაზე საუბრობს, რომელიც დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტის მოულოდნელ ცვლილებას უკავშირდება. 6 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრმა მათთვის აუცილებელი მედიკამენტის ნოვორაპიდის მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ განაცხადა და მისი ალტერნატიული მედიკამენტით აპიდრათი ჩანაცვლების შესახებ ისაუბრა, რასაც დიაბეტის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლების მღელვარება მოჰყვა. 4 რიცხვში რომ ვერ ავიღე ინსულინი, დავიწყე რეკვა ჯანდაცვაში. ნუ როგორც იქნა 5 რიცხვში მივახციე, რომ დავრეკე ჯანდაცვაში და 4 რიცხვი დავრეკავდი და ნუ პასუხს ვერ ვიღებ და 5 რიცხვში რომ დავრეკე და უკვე ძალიან მკაცრად მოვითხოვე, რომ რა ხდება ქვეყანაში და წამალი არ არის და ბავშვი დამჭა წამლის გარეშე, მითხრეს, რომ დაგიკავშირდება წარმომადგენელი. როგორც იქნა დამიკავშირდა წარმომადგენელი და მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ თქვენ ექიმსო შეუთანხმდით და გადაიყვანეთ ბავშვი აპიდრაზეო. მშობლების ნაწილი შიშობს, რომ მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოზარდებისთვის ეს ცვლილება სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. ბავშვები, ვინც არიან ნოვორაპიდზე, ამ შემთხვევაში ჩემი შვილიც და რომელსაც ჭირდება 0.5-ით გადაწეული ბიჯი, ანუ ვერ მოიხმარს აპიდრას, იმიტომ რომ აპიდრას ფიზიკურად ქარხნულად ეს ბიჯი არ აქვს. ექნება ან დაბალი შაქარი, ან მაღალი, ანუ ვერ დავიჭერ შაქარს და ვერ მივაღწევ იმ შედეგს, რაც უნდა მქონდეს თვიდან თვემდე, დღიდან დღემდე. ეს ერთი. ის რომ აპიდრა არსებობს და ის კვების ნემსია, ეს უდაოა. კი ბატონო, არსებობს, არიან ბავშვები, ვინც აპიდრას მოიხმარენ და აწყობთ ეს ერთ-ერთეულით გადაწეული ბიჯი, მაგრამ ის ბავშვები და ის მშობლები რას შვებით, ვინც ვერ ვიყენებთ ამ აპიდრას. მე ვფიქრობ, რომ უნდა ქონოდა ჯანდაცვას გათვლილი მარაგები, რომ თუ რაღაცა ლაფსუსი ან რაღაცა შეფერხება იქნებოდა და ბავშვები არ დარჩენილიყვნენ ინსულინის გარეშე. მინდა დავამატო, რომ ინსულინის დეფიციტი არის მაისის თვიდან. უნდა აგვეღო ჩვენ ვიღებთ ყოველ 3 თვეში ერთხელ 3 თვის მარაგს, ყველაფერი რაც გვჭირდება. მაისის თვიდან ჩვენ გვაძლევს სახელმწიფო თითო თვის. ბოლო 2 თვეა გვაძლევენ 2 კვირის ინსულინს და უკვე ბოლო 2 კვირა საერთოდ ინსულინი აღარ არის. ძალიან ბევრი ბავშვი საქართველოში ვერ გამოიყენებს აპიდრას და ვერ ჩაანაცვლებს ნოვორაპიდს აპიდრათი. გურანდა ხოხობაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გამოც მისი 13 წლის შვილისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ინსულინი აპიდრა დეფიციტურ ნოვორაპიდს ვერ ჩაანაცვლებს. აპიდრა არ გამოიყენება ინსულინის ტუმბოებში, რომელსაც ჩვენ სახელმწიფო წესით უნდა გვთავაზობდეს, იმიტომ რომ გვეუბნებიან, რომ ესეთი აყვავებული, განვითარებული სახელმწიფო ვართ და აყვავებულ და განვითარებულ სახელმწიფოებში დღეს 21 საუკუნეში ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ პომპები, მაგრამ იმ მშობლებმა, რომლებმაც ჩვენი შევძელით, რომ ჩვენი შვილებისთვის უზრუნველ გვეყოდათ, ცოტათი მაინც შეგვემსუბუქებინა მათი ყოველდღიური ცხოვრება და აქვთ პომპა, ვერ გამოვიყენებთ აპიდრას. აპიდრა არ გამოიყენება პომპაზე. უბრალოდ არ გამოიყენება. ეგრეთ წოდებული პომპა, რომელსაც გურანდა ახსენებს, ინსულინის ამოსაქაჩი ტუმბოა, რომელიც პანკრეასის როლს ასრულებს. ეს მოწყობილობა სხეულზე მაგრდება და მას კალმით ჩხვლეტის გარეშე ავტომატურ რეჟიმში აწვდის ინსულინს. დეფიციტური ნოვორაპიდი სწორედ ის ინსულინია, რომელიც ამ ტიპის ტუმბოებში გამოიყენება. აპიდრას კი მსგავს მოწყობილობებში ვერ იყენებენ. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მშობლები საუბრობენ, აპიდრას დოზირების საკითხია. ბავშვები და მოზარდები ინსულინ ნოვორაპიდს ძირითადად იმ მიზეზით მოიხმარენ, რომ მას უფრო დაბალ დოზიანი კალამი აქვს. ინსულინის ჭარბი დოზა კი ჰიპოგლიკემიისა და კომის განვითარების რისკებს უკავშირდება. ამიტომ მცირე ასაკისა და ინსულინის დაბალი დოზების მომხმარებლებისთვის მისი გამოყენება მეტად პრობლემური შეიძლება იყოს. აქ აქვს ტუმბო და აქ აქვს ტელეფონი, რომლითაც მართავს ამ ტუმბოს. ნინო ხელაძე ინსულინის ტუმბოს მუშაობას დიაბეტის მქონე ბავშვებსა და მშობლებს ხშირად ამ თოჯინის გამოყენებით უხსნის. ენდოკრინოლოგი დიაბეტის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მედიკამენტის ცვლილებით გამოწვეულ შესაძლო სირთულეებს გვიხსნის. თუ ბავშვი მცირე ასაკის არის, თუ მას არ შეუძლია რომ ან ცოტა მეტი აჭამოს, ან რაღაცა სხვა მხრივ მოახდინოს ზემოქმედება და მარტო დოზის კონტროლი არის დედაზე დამოკიდებული, კი შესაძლებელია პირველ ეტაპზე გქონდეს სირთულეები, იმიტომ რომ არ აქვს ეს 0.5-იანი დოზირება ამ შემთხვევაში იმ აპიდრას, რომელსაც ჩვენ
რომელსაც სახელმწიფო ამ ეტაპზე ჩასანაცვლებლად გვთავაზობს. რაც შეეხება ბავშვებს, რომლებიც იყენებენ ინსულინის ტუმბოს, თეორიულად აქაც შესაძლებელია აპიდრას გამოყენება, უბრალოდ უფრო მარტივია ნოვორაპიდის. ყველა ამ წუთას ვინც ტუმბოს იყენებს, ყველა ნოვორაპიდით იყენებს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უმეტესობას სავარაუდოდ აქვს რამოდენიმე დღის მარაგი მაინც და თუ ისევ არ დაგვაღალატებს მწარმოებელი კომპანია და შემოვა თვის ბოლომდე, წესით ამ ბავშვებს მაინც არ უნდა შეექმნათ პრობლემა. ასევე ინდივიდუალურად იმედი მაქვს, რომ შესაძლებელია ვისაც განსაკუთრებით რთული მდგომარეობა აქვს, განსაკუთრებით სენსიტიური ან ძალიან პატარა არის, იქნებ სახელმწიფომ რაღაცა გამონაკლისს შემთხვევაში თითოეულა ბავშვისთვის რაღაცა რაოდენობა დარჩენილი მარაგიდან გამოყოს. აპიდრაც არის ხანმოკლე, ულტრახანმოკლე მოქმედების ძალიან კარგი ხარისხის ეფექტური ინსულინი. ის არის მისაღები FDA-ის დასტურით 4 წლის ზემოთ ბავშვებში ყველა შესაძლებელია რომ ჩანაცვლდეს. რა თქმა უნდა, ამ ჩანაცვლების პერიოდში უმეტესობა პაციენტს შესაძლებელია დასჭირდეს თავიანთ ექიმთან დაკავშირება, გარკვეული ინსტრუქციების, რჩევების მიღება, რაც შეეხება 4 წლამდე ბავშვებს. პრაქტიკულად აქაც შეიძლება რა თქმა უნდა ჩანაცვლება, თუმცა ამათა ესეთი რაოდენობა ასეთი პაციენტების ბევრად უფრო ცოტა არის რა თქმა უნდა, მაგრამ სიფრთხილე ამ პაციენტებში ასევე უფრო მეტად საჭიროა. ვინც პატარა არის და მცირე დოზა ჭირდებოდა, ცოტათი იმათი გადაყვანა იქნება რთული, თუმცა მინდა რომ ვთხოვო ყველა პაციენტს და ამისთვის ყველა ექიმი, ვინც მუშაობს ბავშვებში დიაბეტზე მზად არის, რომ დაუკავშირდნენ თავიანთ ექიმს, ღელვა, ამაზე ნერვიულობა, ამაზე დიდი სტრესი არ არის საჭირო. რამდენჯერაც დაჭირდებათ იკითხონ რჩევა, რომ თავიანთ შვილებს რაიმე ზიანი არ მიადგეთ, ან ჭარბი, ან ნაკლები დოზირებით. ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული იმედი, რომ იქნებ თვის ბოლომდე მაინც მოხდეს შემოტანა ამ პრეპარატის. 7 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრმა მშობლებთან და ექიმებთან შეხვედრა გამართა. მისივე განცხადებით გრძელდება მოლაპარაკებები, რომ ნოვორაპიდის მწარმოებელმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, რათა მედიკამენტის მოწოდება რაც შეიძლება მალე აღდგეს. როგორც მშობლების ნაწილი ყვება, მათ ამ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ შეძლეს. რომელ ქვეყანაში სად იგეგმება შეხვედრა მინისტრთან, სთავაზობენ მშობლებს მონაწილეობას თუ მათ აქვთ სურვილი და აგებინებენ 45 წუთით ადრე. იმ წამს რო ამდგარიყავი და წავსულიყავი, როგორ მომესწრო ჯანდაცვის სამინისტროში 45 წუთში გასვლა აი აქედან. პირველ რიგში თავიანთ თავს ატყუებენ და შემდეგ მოსახლეობას, იმ მოსახლეობას, რომელზე ზრუნვაც მათ ევალებათ, რომელზე ზრუნვისთვისაც მათივე გადასახადებიდან, გადახდილი გადასახადებიდან, თანხიდან იღებენ ხელფას. მათ ატყუებენ და აყენებენ შეურაცხყოფას. დღეს საქართველოში არც ერთი ბავშვი არ არის დარჩენილი ინსულინის გარეშე, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ხაზგასმით ვამბობ ზოგიერთები. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ინსულინთან დაკავშირებით გავრცელებულ კომენტარებს დეზინფორმაცია უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ცალსახად ინფორმირებულები არიან მშობლები, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სანოფის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობას არავითარი რისკი არ ემუქრება, რომ მედიკამენტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ყველა ექიმი მზად არის ჩაერთოს მართვაში და ამაში სამინისტროა ჩართული, რა თქმა უნდა. იციან, რომ საუბარია ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტზე და არა რომელიმე დაბალი ხარისხისაზე. იციან ეს რა კი გადავწყვიტეთ, რომ მათ უფლება აქვთ ამ ცვლილებების მოსალოდნელობის შესახებ სწოდნოდათ წინასწარ. და ამის მიუხედავად ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ თურმე ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ. ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, დეზინფორმაცია. ჰაილაითად გასდევდა მინისტრის ბრიფინგს განცხადებას, რომ თითქოს ჩვენ მშობლები ვცდილობთ პოლიტიკური კონტექსტი მივცეთ ამ ყველაფერს და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენოთ. ძალიან უსუსური განცხადება იყო და ძალიან შეურაცხმყოფელი. მშობლებისთვის რა თქმა უნდა სენსიტიური არის ამბავი, რომ მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის
პრეპარატი უცებ ხდება დეფიციტური. ის რომ სახელმწიფომ იცის, რომ 3 ნოემბერს უნდა მიიღოს მან ეს პრეპარატი და ხედავს, რომ 1 ნოემბერს საზღვარზე არ არის ჯერ კიდევ რეგისტრირებული პრეპარატი, რა თქმა უნდა, მან განგაშის სიგნალი უნდა ჩართოს. რა თქმა უნდა, მან უნდა დაიწყოს ალტერნატიული გზების ძიება. რა თქმა უნდა, მან უნდა მოიწვიოს სპეციალისტები და კითხოს აზრი თუ როგორ უნდა მოახდინოს ამ ყველაფრის ცვლილება და მშობელი არ უნდა გევულობდეს ამას აფთიაქში. რა სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ერთი მედიკამენტის მეორით ჩანაცვლება? ამის შესახებ Euronews Georgia ასევე ექიმ ენდოკრინოლოგს ლაშა უჩავას ესაუბრა. აბსოლუტურად ლეგიტიმური არის თავიანთი შიშები ახალ პრეპარატთან მიმღებლობაში, იმიტომ რომ მათ იციან ინსულინის ვთქვათ ზედოზირების დროს რა შეიძლება მოხდეს, რა შეიძლება მოხდეს მცირე დოზის გამოყენებისას. ანუ ეს ყველაფერი გავლილი აქვთ უკვე და შესაბამისად დგანან ისევ ამ საშიშროების წინაშე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნოვორაპიდის ჩანაცვლება აპიდრათი არ შეიძლება. უბრალოდ ეს საჭიროებს ნამდვილად დიდ ყურადღებას და ახლობით 3-5 დღის განმავლობაში მაინც სჭირდება უფრო აქტიური მონიტორინგი, რაც ბავშვისთვისაც გარკვეულწილად სტრესია, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო ხშირად უწევს გლუკოზის კონტროლი. სპეციალისტების განმარტებით პირველი დეფიციტი ნოვორაპიდზე 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებას უკავშირდება. პარალელურად მედიკამენტების წარმოებაზე გავლენა მოახდინა პანდემიამაც. ბოლო 4 წელია საერთოდ ვერ უცნობ ამ პროგრამას, ხან რა პრობლემა. მსგავს სიტუაციაში არასოდეს ყოფილი ვართ, რაც ბოლო 4 წელია ვაწყდებით. ხან სტრესი გაქვთ, დეფიციტში და ერთითვისაც გვაძლევენ, ჭირები არ არის, ეხა უკვე ნოვორაპიდი არ არის. შავ ბაზარზეც ვიყიდე, მაშინ გავრისკე და ესე ჩანთიდან ამოღებული ინსულინიც ვიყიდე ჩვეულებრივად, არ ვიცი რამდენად დაცული იყო პირობები, მაგრამ გამიმართლა იმოქმედა. მაშინ რაღაცნაირად ეს ერთმანეთს ვაძლევდით, რაღაცნაირად გადავაგორეთ ის კრიზისი და მე უკვე მიიღო ჯანდაცვა მარაგები და დარიგდა ჩვეულებრივად. კიდე იმის იმედი მაქვს, რომ ნოემბრის ბოლოს იქნება და რა ვიცი, აი რაღაცა გამოსწორდეს და Novo Nordisk-მა იქნებ რაღაცნაირად მოგვაწოდოს, როგორც იძახის ჯანდაცვა რო შეფერხება იქიდან არის, აი კიდე იმედი მაქვს რაღაც. თუ არა და არ ვიცი მე რო უკვე სადვიშოვი. სწორედ გამიგეთ, საერთოდ არ მაინტერესებს ვისი პასუხისგებლობა. ფაქტის წინაშე ვარ, რომ ჩემს შვილს ინსულინი არ აქვს და კიდე ძალიან მრავალ ბავშვს. მე 13 წლის გაბრიელის დედა. ვამბობ, რომ ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის ის რეალობა, რომლითაც ჩვენ ყოველდღიურად ცხოვრობთ და ჩვენ როდესაც ჩვენ შვილებს ვუყურებთ. არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. სპეციალისტების ინფორმაციით საქართველოში დღეს 1500-მდე დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვი და მოზარდია აღრიცხული. მათი მშობლების ნაწილი დარწმუნებულია, რომ სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებული მედიკამენტი მათი შვილებისთვის ალტერნატივა არ არის. ამიტომ დეფიციტური ნოვორაპიდის მოთხოვნით საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.